რუსეთი თუ დასავლეთი? საქართველო. ყოველთვის. 1000-ჯერ რომ მკითხოთ, იგივეს კი პასუხებთ. ძალიან რეალისტურია. აბსოლუტურად, იმიტომ რომ არავისი კურსი რო არ ქონდეს და მარტო ქართული. არა, ყოველთვის უნდა კოჭი უგოროთ, ყველას, ყველა დიდ ძალას, ვინ ჩვენ გარშემო არის. ეს არის ოდითგანვე ჩვენი სიბრძნე. გინდა იყო როგორც პატარა ქვეყანა და ამოუკიდებელი იმპერიათა შორისი, პოლუსთა შორისი პოზიცია. თუ გინდა რომ დამოუკიდებელი. რა სხვაობა კოჭის გორებასა და მონობას შორის? უდიდესი. კოჭის გორება არის, როდესაც შენს პრინციპებს ართმობ, უსმენ და მის საზიანოდ განზრახ არაფერს არ აკეთებ. მონობა არის, როდესაც ყველაფერს რაც გიბრძანებენ ასრულებ. და ეს ტოტალური მონობა. მონობა და მენტალური მონობა. სოფლიოში არის 5000 ერი და მარტო 3%-ს ერგო სახელმწიფო. ჩვენზე 193-ია სულ სახელმწიფო. და ჩვენზე ბევრად დიდი ერებია რაოდენობით, სიმძლავრით. ბერბერები, კატალონიელები, ქურთები, რომელსაც არც დასიზმრებიათ საკუთარი სახელმწიფო. შენ რომ მოხდი ბიძია ამ 3%-ში, ახლა იფიქრე, რატომ მოხდი? იმისთვის რომ მონა იყო ვიღაცის, მაშინ გაგეგრძელებია ის მონობა.